ბოლოს 3 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები შეაჯამა გარემოს დაცვის სამინისტრომ. ხათუნა გოგოლაძის განმარტებით მისმა უწყებამ ამ პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წარმოიწყო და ასევე მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივები საშემოდგომო სესიისთვის. 10-მდე ობიექტს ბუნების დაცული ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს, რომელთა შორის კობი გუდაურის მონაკვეთზე მდებარე ტრავერტინის ველიც არის, რომელიც რამდენიმე თვის წინ საგზაო სამუშაოების დროს დაზიანდა. კობი გუდაურის გზაზე არსებულ ტრავერტინზე იცით მდგომარეობა, კომისია, რომელიც ამაზე მუშაობს, ფაქტიურად დაამთავრა მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ეთავთ არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს ადგილი გამოცხადების ბუნების ძეგლად და სავარაუდოდ ამ ზაფხულშივე ის გადაეცემა პარლამენტს დასამტკიცებლად. ძალიან საინტერესო თემაა მოსახლეობისთვის ტყის სექტორში მიმდინარე პროცესები. წესთან დაკავშირებით შემუშავებული არის სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც საჯარო განხილვებისთვის არის უკვე დადებული ჩვენს ვებგვერდზე და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოუწოდო, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და მოგვაწოდონ თავისი შენიშვნები. თვითონ სატყეო სექტორში გატარდა უკვე და დაიწყო პრაქტიკული ღონისძიებების გატარება, როგორც არის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა სამშობლოახეთის რეგიონში. და ბორჯომბაკურიანის ტყეებში ასევე დაგეგმილია მოვლითი ღონისძიებები, დაგეგმილია ასევე ამ ტერიტორიის ინვენტარიზაცია, რაც არ ჩატარებულა ბოლო 20 წლის განმავლობაში.